მოგესალმებით ქალბატონო მაია, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. სამი დღე რჩება არჩევნებამდე, ცხადია, მიმდინარე პოლიტიკური თემები არის ყველაზე აქტუალური თემა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა წერილი და მინდა ამონარიდის წაკითხოთ ამ წერილიდან. დღეს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა რადიკალიზმი გუშინდელ რედაქციოს და მეტი განვითარების კეთილდღეობის ქვეყნის გამთლიანებისთვის იბრძოლოს. თქვენ როგორ გესახებათ რადიკალიზმის დასრულების პერსპექტივა, მაშინ როდესაც თქვენი ოპონენტების დღის წესრიგში პარლამენტის გადაწვა, CSKO-ს გადაწვა, საარჩევნო უბნებზე დესტაბილიზაციის მოწყობა არის ერთ-ერთი მთავარი გეგმა. მოგესალმებით თეა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ნამდვილად ძალიან სიმბოლურია, რომ აგერ უკვე 13 წლის თავზე, მას შემდეგ რაც ქართულმა ხალხმა უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას, მის იდეოლოგიას და ძალადობრივ რეჟიმს, ჩვენ კვლავ გვიწევს საუბარი და კვლავ გვიწევს იმის დამტკიცება, რომ საქართველო არის სახელმწიფო და საქართველოს მოსახლეობა არის ერი, რომელსაც სურს, რომ იცხოვროს მშვიდობიანად და აღარასოდეს არ დაუბრუნდეს იმ ბნელ წლებს, რასაც ჯერ ბნელი 90-იანები ერქვა და შემდგომ ნაციონალურ მოძრაობის ძალმომრეობის ქვეშ მყოფი, ასე ვთქვათ, მთელი ის პროცესები, რაც ჩვენ წლების განმავლობაში თვითონმა ჩვენგანმა გადაიტანა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 13 წლის თავზე ჩვენ კიდევ ერთხელ თელმა მოსახლეობამ ხმამაღლა უთხრათ მთელ მსოფლიოს და ეს ჩვენი ხმა გავაგონოთ მათ საარჩევნო უბნებზე, რომ ჩვენ გვსურს მშვიდობა და ჩვენთვის რადიკალიზაცია და ეს არის წარსული, რასაც ჩვენ აღარ დაუბრუნდებით, როგორც ჩვენი თავისთვის, ასევე ჩვენი შულებისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ გადაწვას, დესტაბილიზაციის მცდელობას, განსაკუთრებით დედაქალაქში, რა შედეგები მოაქვს, როგორც ეკონომიკური ვარდნის, ასევე, ასე ვთქვათ, სისხლის ზღვრის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს არის ერთადერთი მიზანი, რასაც ჩვენი რადიკალები ახლა ცდილობენ, რომ განახორციელონ, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ საარჩევნო უბნებთან განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დონეზე მათ მხარს არავინ არ დაუჭერს, ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო ის, ვინც ქუჩაში პროცესების რადიკალიზაციას აპირებს, მათ კიდევ ერთხელ პასუხი გაეცემათ აი ამ არჩევნების შედეგად. ასე რომ მათ ვერ გაიგეს, რომ მათ ამ მომრჩეველსაც კი არ უნდა ამ ქვეყანაში სიტუაციის არევა და ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს აი ეს უწყვეტი 13 წლიანი მშვიდობა გააგრძელოს, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდა და თავისი პოტენციალი, მათ შორის გეოგრაფიული, საბოლოოდ გამოიყენოს, ეს არის ამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაცია და არათუ რადიკალიზაციის, არამედ პოლარიზაციის შემცირება, იმ პოლარიზაციის შემცირება, რომელზედაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები წლებია გვესაუბრებიან, თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანი, აი ახლა განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, ცდილობს, რომ პროცესები კვლავ დაძაბოს, იმით რომ გარკვეული განცხადებების სახით აგულიანებენ ჩვენ რადიკალებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ სწამთ ამ ჩვენი რადიკალებს. აი დღეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დააკავეს ზვიად კუპრავა, მოქმედი წევრი საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან. შეუძლებელია ხა ის როგორც სხვა შემთხვევაში, მაგალითად ელენე ხოშტარი ან სხვა ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან, შეუძლებელია მასაც არ ცოდნოდა, რომ ის რისთვისაც ის ახლა არის დაკავებული სისხლისამართლობრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, ანუ მოწოდებები, რასაც აკეთებდა ვიდეო მიმართვის სახით. აი ესეც გეგმის ნაწილია, რა გეგმაა ეს? შეგიძლიათ აგვიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე? ანუ ჩვენ არაერთხელ გვითქვამთ და გვისაუბრია იმაზე, რომ ჩვენ რადიკალებს გეგმა აღარ აქვს, ყველა ის რესურსი და ჩანაფიქრი, რაც მათ ოდესმე თავში ქონიათ, მათ კრახით დაუსრულდათ და რეალურად დღეს უკვე ძალიან ილუსტრირებულები არიან არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის თვალში, არამედ საერთაშორისო პარტნიორებშიც, ასე ვთქვათ, მათი ნდობა დღეს აღარავის აღარ აქვს და ძალიან შავზე თეთრად ჩანს თუ რა სურთ ამ ადამიანებს. ეხლა ის რა
რაც კუპრავასთან მიმართებით მოხდა, ეს ცოტა კომიკურიც არის. პრემიერმა ამასწინათ ახსენა ძალიან კარგი ტერმინი, თვითდაპატიმრება. თვითდაპატიმრების პრაქტიკის, ასე ვთქვათ, დინამიკაში განვითარების მომსწრეები ვართ. დღეს რეკორდი დაამყარა კუპრავამ პრაქტიკულად. სისხლის სამართლის კოდექსი, რასაც გრძალავს, იმის ციტირება მოახდინა და პრაქტიკულად მოუწოდა არამხოლოდ პირაპირ დამხობისკენ ხელისუფლებისა, არამედ ასე ვთქვათ, კონფრონტაციაში შესვლისაკენ მათ მომხრეებს, რაც ძალიან კარგად ვიცით, რომ და როცა ვიცნობთ კანონმდებლობას, ძალიან კარგად ხვდებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაული დაანონსა ადამიანმა, თან იძახდა, რომ არ დამიჭერენო, მაშინ როცა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მას დაიჭერენ. და ამას შეიძლება ორი მდგენელი და ორი მიზანი ჰქონდეს. პირველი ის, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ აი ამ თვითდაპატიმრებების სერიით ისინი ცდილობენ, რომ მობილიზება გაუკეთონ გარკვეულ განცხადებებს, რასაც მერე ტირაჟირებენ მათი ლობისტური საქმიანობით დაქირავებული ზოგიერთი ბიუროკრატი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა და ამით ასაზრდოვებენ, ასე ვთქვათ, მათ ამ თავისი თვითდაპატიმრებებით მათ განცხადებებს, რომელმაც მერე აქ უნდა იქონიოს თითქოს ზემოქმედება, მაგრამ ჭკუა ვერ ისწავლეს, რომ ეს აღარ მუშაობს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი, რაც უკვე აშკარად იკვეთება, თავიდან თითქოს ამას არ ქონდა ესეთი სისტემური ხასიათი, მაგრამ ახლა ძალიან კარგად მკაფიოდ იკვეთება, რომ ეგრეთ წოდებული რადიკალური ლიდერები ცდილობენ, რომ აი ამ თვითდაპატიმრებით გარკვეულწილად აერიდონ პასუხისმგებლობა და პაატა ბურჭულაძეს შეატოვონ პასუხისმგებლობა, ისიც თუ არ დაანონსებს ხვალ რაღაც საოცრებას სისხლის სამართლის კოდექსიდან, მას შეატოვონ პასუხისმგებლობა და გაერიდონ ამ პასუხისმგებლობას რა პირობაც საკუთარი ამორჩევლის წინაშე დადეს, რომ დაამხობენ და შეცვლიან ერიდებიან ისინი, მაგალითად ოქტომბერს დაანონსებული ის რა პათოსაც გამოხატავენ, რომ ვერ შედგეს ასეთ აქციას თუ რას გაურბიან ისინი. თუ აქ პასუხისმგებლობის არიდება არის ორმხრივი. ერთი, რომ პასუხისმგებლობას ირიდებენ მათი დამფინანსებლების წინაშე და იმ დაკვეთების შემსრულებლები არიან, ხო ვიცით, ეს ადამიანები წინასაარჩევნო პროცესის წარმართვის ნაცვლად, ამომრჩევლთან შეხვედრის ნაცვლად, ხან ბრიუსელში დარბიან და ხან რომელ დედაქალაქში და რომელ დედაქალაქში, ნუ ეს აბსურდთან გვაქვს საქმე და ასე ვთქვათ, თავს ირიდებენ, ანუ მე ვარ დაპატიმრებული, ძალით დავიპატიმრე თავი და ამიტომ მე ვერაფერი ვერ გავაკეთე, ვერაფერი ვერ შევცვალე, ძალით ვერ დავამხე ხელისუფლება და მეორე საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, თუ ამომრჩეველიც არ ქვია მხარდამჭერის წინაშე, რომ აი მე რა მექნა, მე ვარ დღეს დაპატიმრებული, თვით დაპატიმრებული. ასე რომ რამოდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობენ, მაგრამ ვერ იაზრებენ ეს ადამიანები და მართლა ვერ ამომიხსნია, რატომ ვერ იაზრებენ, რომ ამით საბოლოოდ წერტილს უსვამენ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას. გარდა იმისა, რომ ზუსტად ამართლებენ იმ შეფასებებს, რაც თეატროლოგიანი საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით და ახლა იცით, რომ პროცესი მართლმსაჯულებაში გადაინაცვლებს, ეს არის ძალა, რომელიც არათუ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო დაკავებული ძალადობით საქართველოს მოსახლეობაზე და ადამიანის უფლებების და საკუთრების უფლების შელახვის უპრეცედენტო მასშტაბზე იყო პასუხისმგებელი ოპოზიციაში, ვითომ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც დაკავებულია ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობით და წახალისებით იმისკენ, რომ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რითი იყო განპირობებული წინა ბოლო 2 წლის აქციები, გადაწყებული გამჭვირვალეობის კანონიდან ვითომ რომ დაიქცა მთელი არასამთავრობო სექტორი და რეალურად დღეს კარგად ხედავთ, რომ ყველა მათგანი მშვენივრად გრძნობს თავს. ასე ვთქვათ, ეს პროცესი წარმართეს ერთადერთი მიზნით. ძალიან კარგად იციან რა, რომ არჩევნებში მათ წარმატებას დღისშუქი არ უდგას და ეს კარგი არ არის რეალურად, ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი, მაგრამ ეს ადამიანები ასე იქცევიან, რომ ძალადობა რჩება მათ ერთადერთი იარაღად და სწორედ ის ეგრეთ წოდებული ფეიერვერკების აქციები, რომლის ფარგლებში არაერთი ძალოვანი და ადამიანი დაზარალდა ფიზიკურად,
მათი ერთ-ერთი სურვილი იყო, რომ ეს ძალადობა კიდევ უფრო მეტ ძალადობაში გადასდილიყო. ჩვენ ასევე გვახსოვს, რამოდენიმე კვირის წინ კახაკალაძის შტაბთან, როგორც ცდილობდნენ მეორე-მესამე დღეს, რომ კვლავ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია და ვიღაცა გამოიყვანათ შტაბიდან და მოეწყოთ არეულობა. ამის პარალელურად ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხია დაფინანსება, რომელზედაც თითქოს გამჭვირვალობის კანონი პასუხს სცემდა, მაგრამ ჩვენ აი მაგალითად დღესაც იხილა მაყურებელმა ბანგკოკიდან განმორიცხული თანხების შესახებ, რომელზედაც არსებობს კითხვის ნიშნები, ანუ რამდენად საკმარისია მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები რეაგირებისთვის და როგორ უყურებთ თქვენ ამ საკითხს, რა შეიძლება კიდევ გქონდეს ხელისუფლებას ამ მიმართულებით გასატარებელი? სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ რაც საერთაშორისო დაფინანსებაზე, ერთია, რას ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია და რა აღონისძებები გაატარა, პრაქტიკულად სპეცოპერაცია გაატარა ამერიკელი ხალხის გადასახადის გადამხდელების ფულის არამიზნობრივი ხარჯისთვის USA-თან მიმართებით, მაგრამ ჩვენ კვლავ მაინც ვხედავთ, რომ არის გარკვეული, ასე ვთქვათ, ღია ხვრელები, საიდანაც რომლის გამოყენებასაც კვლავ ცდილობენ გარედამფინანსებლები იმისთვის, რომ ფულით ასაზრდონ მარტივად რო ვთქვათ, აქ რადიკალები და ამის ძალიან ესეთი მკაფიო და კომიკური მაგალითი იყო ეს USAID-ის თანამშრომლების, ქართველი თანამშრომლების საპენსიო ანაზღაურება მანდამაინც აი ამ წინასაარჩევნოდ. ეს როგორ თქვა, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ძალიან წვალობენ იმისთვის, რომ ფინანსური რესურსით მოამარაგონ აქციები, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ შორის ფინანსური რესურსი, რომლის წყაროები მათ ამოეკეტათ, ეს იყო, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ატყდა ეს ყველაფერი. გამჭვირვალეობის კანონი იყო ფინანსური რესურსის გამჭირვალედ დახარჯვის და მიზნობრივად დახარჯვის კანონი. მეც არაფერს ეს კანონი არ ამბობდა. ბოლოს უნდა კითხო ძალიან მოკლედ ერთ თემას უნდა შევეხოთ აუცილებლად ხვა პრემიერი მიემგზავრება დანიაში, სადაც ძალიან სერიოზულ ფორუმზე ძალიან სერიოზული და საინტერესო თემით ააპირებს გამოსვლას. აი მოლოდინი როგორია ამ ფორუმისგან? ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რომელიც მაღალი დონის შეხვედრებს ითვალისწინებს. ეს არის ევროპული ფორუმი ქვეყნის ლიდერების, სადაც პრემიერს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის ორმხრივი შეხვედრები. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა და კიდევ ერთი საშუალებაა იმისი, რომ საქართველომ დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი ეს არის ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის შენარჩუნება, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური ზრდა, რომლის შედეგებს ჩვენ წლიდან წლამდე უფრო ვიგრძნობთ და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ეკონომიკური სიძლიერე და სამშვიდობო პოლიტიკა არის იმის ერთადერთი წინაპირობა, რომ ის ამბიცია, რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირში გაერთიანების 2030 წლისთვის იყოს რეალისტური და არა ის ხმამაღალი და რადიკალური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ. შესაბამისად, პრემიერის ეს მაღალი დონის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ ხმამაღლა გაჟღერდეს საქართველოს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ინტერესები. მადლობთ მაია ბითაძე პასუხობდა ჩვენს